თუ კი რაიმე სახის დაფინანსებას იღებთ უცხოეთიდან, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის დაფინანსების წყარო, იქნება ეს ოჯახის წევრი თუ სხვა, თქვენ შეიძლება მოექცეთ გრანტების შესახებ საქართველოს კანონის მოქმედების სფეროში და ამის გამო თქვენს მიმართ განხორციელდეს სისხლისამართლებრივი დევნაც კი. სწორედ აღნიშნული ცვლილება შედის საქართველოს კანონში გრანტების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი პირი საქართველოში ცხოვრები ან ბინადრობის უფლების მქონე, რომელიც მიიღებს სხვა ქვეყნის მოქალაქისგან ან ორგანიზაციისგან რაიმე სახის ფინანსურ შემწეობას, მნიშვნელობა არ აქვს ასევე რა ფორმით იქნება ეს, იქნება რაიმე სახის ნატურით თუ კონკრეტულად ვალუტაში გამოხატული, იგი შეიძლება მოექცეს გრანტების შესახებ კანონის მოქმედების სფეროში და მასზე თუ კი ის სათანადო წესით არ მოითხოვს და არ მიიღებს შესაბამისად მთავრობის თანხმობას, გავრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის 319 მუხლი, რომელიც ბუნებრივია ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. შესაბამისად, შეიძლება თქვენ მხოლოდ იმის გამო დაგაკავონ, რომ თქვენთან ახლობელი გაფინანსებთ.